გამარჯვება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი, თქვა პუტინმა წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას. აღლუმი 45 წუთი გაგრძელდა და სამხედრო ავიაციის ჩვენებით დასრულდა. მძიმე სამხედრო ტექნიკა მხოლოდ ეკრანებზე აჩვენეს. წელს პირველად აღლუმში მონაწილეობდნენ ჩრდილოკორეელი სამხედროები. ღონისძიებები მოსკოვის გარეთაც გაიმართა. ციმბირის ქალაქ ჩიტაში აღლუმზე უკრაინის ომში მონაწილე რუსის სამხედროების ცოლები და დედები ჩაატარეს. ოცნების წევრები ევროპის დღის ღონისძიებაზე არ მივიდნენ, სამაგიეროდ მორიგი ანტიევროპული განცხადებები გააკეთეს. ელჩი ჰერჩინსკი კი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაფუჭებაში დაადანაშაულეს. ეს არის ტრაგიკული ადამიანი, თქვა კობახიძემ დიპლომატზე. პაპუაშვილი კი მეორე დღე ამტკიცებს, რომ ჰერჩინსკი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღს არ აღიარებს. მან დიპლომატ საპროტესტო წერილიც მიწერა და ახლა პასუხის მოლოდინშია. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა, ვისაც სურს შემოგვიერთდეს, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნოს ევროპის დღე. ჰერჩინსკი მოცნების ბრალდებებს უპასუხა. მან აღნიშნა, რომ გრძელდება ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც წლობით ნაშენებ მეგობრობას აზიანებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სწავლის დაფინანსების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართა. საქალაქომ არ დააკმაყოფილა არც ბავშვების მშობლების მოთხოვნა. ისინი ღია სკვერში კარვის შეტანის უფლების შეზღუდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვდნენ.